უფრო მეტი მოხდა, იმიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იყოს სწორი sell სისტემა. ანუ პირობითად რას გულისხმობ ახლა აქ? ლიდი თუ შემოდის და შენ ამ ლიდს უზავნი პირობითად ერთ მესიჯს და არც კვალიფიცირებას არ აძლევ, არც იცი შენზე არაფერი და მაგალითად ეს ყველა სტრუქტურა რა, რაც არის, ანუ არც კონტენტ ენჯინში არ არის მოხდენი, ანუ კონტენტით მას არ ამუშავებ, არც ბრენდინგი არ გაჩნია, არც ვიდეო მასალა არ გაქვს, ოფერი ძალიან ცუდი გაქვს და უბრალოდ ფასი გაქვს, პოზიციონირებ ბაზარზე როგორც ყველა სხვა, სტორებს არ აკეთებ, სტორი სიკვენსებს მაგალითად, მესიჯების ოპტიმიზაცია არ გაქვს, საიტზე ოპტიმიზაცია არ გაქვს, ანუ შენ არ აკეთებ შენი ტრაფიკის კონვერსიას და არასწორად ემუშავები შენ მოხმარებელს, რაც პირდაპირ მნიშვნელობით გაგდებს აი ამ მდგომარეობაში, რაც არის აი ეს საშინელი უკუგება რეკლამაზე. ან თუ არ გაქვს სწორი ედების ინფრასტრუქტურა, რომელიც სხვა ბევრ ვიდეოში მაქვს გავლილი და შეგიძლია გადახედო, ან თუ არ გაქვს სწორი გაყიდვების ინფრასტრუქტურა, რომელიც ერთ-ერთში ყველაფერი არის გაწვრილი. ანუ იმის მერე, რაც ლიდი შენთან შემოვა, ჩვენ მის ესე ვთქვათ, ფეს, ანუ მთელ გზას ტრეკავთ და ვიცით, ვინ არის, რას აკეთებს, როდის მოგწერა და ასე შემდეგ და ამის ხარჯზე ჩვენ ვცდილობთ, რომ ყოველი 100-დან შემოსული არა 10 იყოს დაკონვერტირებული დოლარში ან ლარში ან ასე შემდეგ, ხო? არამედ ეს რიცხვი მაქსიმალურად გავზარდოთ, შემოვიყვანოთ ეკოსისტემაში მაქსიმალურად გათვითცნობიერებული მოხარებული, რომელსაც ფულიც აქვს, უნდა ჩვენი პროდუქტი და სხვა მსგავსი ასეთი რაღაცა და 10-ის მაგივრად, რა თქმა უნდა 50 დავხუროთ, პირობითად ვიზახი რა. და ამის გაკეთებას ჭირდება სწორი ინფრასტრუქტურა, ეხლა ეს მოდულები რაც არის აქ შეშლილი, ზედაპირული არის და ამას ეხლა არ ჩავშლი აქვს. თუმცა თუ გინდა რომ ზუსტად ეს შედეგი დადო, მაშინ უნდა გქონდეს სწორი ინფრასტრუქტურა. ეგ არის და ეგ, მეტი არაფერი.